ეთერშია კურიერი 9 საათზე. ზალუ დუმაშულთან და დიანა ჯოჯუასთან ერთად. სამშვიდობის კარტოფილის საწყობი ქართველი დიდგვაროვნების სასაფლაოზე დარეჯან ბატონიშვილის მიერ აგებული მოსკოვის ყოვლადწმინდა სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია რუსეთის დაცულ ძეგლთა ნუსხაშია შესული, თუმცა ფაქტია, რომ ქართველის ძეგლიც და ისტორიაც განადგურების პირასაა. დღეს კურიერისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. სვეხსვიაცკოეს სასაფლაოზე ბაგრატიონებთან ერთად სულხან საბა ორბელიანია დაკრძალული. ამის დამადასტურებელი დოკუმენტი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივშია დაცული. ქართული სიწმინდეების და მათ შორის სულხან საბა ორბელიანის საფლავის გადარჩენას ქართველი მეცნიერები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40-იან წლებში ითხოვდნენ. დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ უყურებთ, ეს არის 27 ივნისი 1940 წელი. და ეს არის ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსი გოგუა წერს ჩარკვიანს, კანდიდ ჩარკვიანს. და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი ამ პატარა ტექსტში ჩანს, რომ მოსკოვში სვეხსვიაცკოეში, ანუ ყოვლადწმინდა ეკლესიაში დასაფლავებული არიან 18-19 საუკუნის ქართველი მოღვაწეები, სულხან საბა ორბელიანი, არჩილ მეფე, იოანე ბატონიშვილი, კალმასების ავტორი ვახუშტი ბატონიშვილი. უნიკალური დოკუმენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში აღმოაჩინეს. წერილი, რომელიც 1940 წლით თარიღდება, ადასტურებს, რომ დარეჯან ბატონიშვილის მიერ აშენებული ტაძრის ეზოში ბაგრატიონების გვერდით სულხან საბა ორბელიანია დაკრძალული. ამ დოკუმენტს საბჭოთა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მდივანს კანდიდ ჩარკვიანს ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსი გოგუა წერს. ქალაქ მოსკოვში სვეხსვიაცკოეს ეკლესიაში დასაფლავებული არიან მე-18-მე-19 საუკუნის საქართველოს კულტურის მოღვაწენი საბა სულხან ორბელიანი, არჩილ მეფე და იოანე ბატონიშვილი. აქამდე საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ორი მიმართულებით. პირველი, ეს არის ალბათ ამ ეტაპზე ყველაზე ძველი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აი ამ ნეკროპოლის დაკავშირებას ქართულსათვის ტომოსთან. აღსანიშნავია, რომ დღის მდგომარეობით რუსეთში საკამათოდ მიიჩნევენ ამ საფლავების მიკუთვნებას, ანუ იქ არ არის ანუ არ არის დადასტურებული წყაროები და ეს არის ალბათ ყველაზე ძველი წყარო, რაც ამ ეტაპზე ჩვენ მოგვეპოვება, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ნეკროპოლი ეკუთვნის დარეჯანის პერიოდში გაკეთებულია, მე-18 საუკუნეში არის აშენებული, არჩილის პერიოდსაც უკავშირდება და ბევრი თქვათ ისახელოვნი ქართველებიც განისვენებს. საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ ქართული ნეკროპოლები რუსეთში შეშფოთების მიზეზი ქართველი მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში ხდებოდა. იმ დროს, როცა საქართველო და რუსეთის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ. დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი ის მიზეზი, რამაც 10 წლეულების განმავლობაში სულხან საბას საფლავის შენახვა შეუძლებელი გახადა. ცნობილი ქართველი მეცნიერის, მწერლის და პოლიტიკური მოღვაწის ეპითაფიები ეკლესიის რემონტის დროს იატაკის ფილების ქვეშ მოექცა. 1929 წელს, როდესაც სვეხსვიაცკოეს ქართველთა ყოფილი სავანე პირველად ვინახულე და ჩავიწერე ეკლესიის შიგნით დასაფლავებულთა ეპიტაფიები, საბა სულხან ორბელიანზე გავიგე, რომ მისი და ბევრი სხვებისაც საფლავი მოექცნენ ეკლესიაში, ახლად აგებულ იატაკის პლიტკების ქვეშ. ერთ რომელიღაც ბრიყ მღვდელს ამ რამდენიმე წლის წინათ არ მოსწონებია ის, რომ სვეხსვიაცკოეს ეკლესიის იატაკი აჭრელებული ყოფილა მსგავსად საქართველოსთვის ისტორიულად ცნობილი ტაძრებისა, სხვადასხვა წარწერიან ლოდებითა და გადაუწყვეტია მისი დაფარვა ახალ მოდის თანამედროვე ჭრელი პლიტკებით. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ქართველი მეცნიერები შეშფოთებულები არიან, რომ ადგილობრივი მმართველები ეკლესიის კლუბად გადაკეთებას გეგმავენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ მათი ნეშტი საქართველოში გადმოასვენონ. ისტორიკოსები დღესაც ამბობენ, რომ გადმოსვენების პროცედურამდე აუცილებელია საფლავის ნაშთების კვლევა და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა დაიწყოს. მიზანი ამ დოკუმენტისა იყო ის, რომ რაღაცნაირად მოხერხებული იყო ჩვენი წინაპრების, დიდი წინაპრების ნეშტების შენარჩუნება და მათი გადმოსვენება საქართველოში. დღესაც ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის. უპირველეს ყოვლისა უნდა მოხდეს მათი აღმოჩენა, ხელახლა დადგენა თუ სად იყვნენ და უკვე შემდგომ იმაზე ზრუნვა, რომ ჩვენი დიდი წინაპრები საქართველოში გადმოსვენ. ეს კი ქართველი დიდგვაროვნების საფლავის უახლესი კადრებია, რომელიც კურიერის კამერამ დღეს გადაიღო. არჩილ ბაგრატიონის, დარეჯან ბატონიშვილის და სხვა საფლავებიდან თითქმის აღარაფერია დარჩენილი. ბოლოს განგაში სვეხსვიაცკოეს გარშემო ქართულმა ისტორიკოსმა ატეხა, როცა შეიტყო, რომ იქ კარტოფილის შესანახი საწყობის მშენებლობა დაიწყო. გიორგი რამაზაშვილი ამბობს, რომ ახალი დოკუმენტის საფუძველზე ეკლესიაში არქეოლოგიური სამუშაოები უნდა დაიწყოს. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს სად რომელ კუთხეში იყო
სულხან საბას ან სხვა ქართულ მოღვაწეს სამარხი არის მნიშვნელოვანი, ამიტომ რომ ჩვენ ახლა ვიკლებთ თითქმის განადგურებულ სასაფლაოს ტერიტორიაზე. ბაგრატიონთა და სულხან საბას საფლავების მოკვლევა სპეციალისტების მიერ და სიხსვიცკოეს ეზოში დაწყებული მშენებლობის შეჩერებას საქართველოს ხელისუფლების წევრები, შვეიცარიის საკონსულოს და მეგობარი ქვეყნების დახმარებით შეეცდებიან. უნიკალური დოკუმენტის შინაარსს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი უკვე გაეცნო. ეს ფაქტი არის გასათვალისწინებელი, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა, იმიტომ რომ სულხან საბა ორბელიანი იყო ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწე ქართული ცნობიერების, ქართული განმანათლებლობის ისტორიაში და მისი საფლავი შეიძლება ითქვას ერთ-ერთი სიწმინდეა ქართული კულტურისა და ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, იქნება ეს თქვათ ჩვენი შუამავალი საელჩოს, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის აგვარებს დიპლომატიურ თუ სხვა საკითხებს. თუ ეს იქნება ვთქვათ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით, რომ ამ ადგილს არ დაემუქროს გაქრობა. ტაძარი სიხსვიცკოეში მეფე არჩილ მეორეს ქალიშვილის დარიჯან ბატორიშვილის ძალისხმევით 1733-1736 წლებში აშენდა. ის მამასთან ერთად საქართველოდან რუსეთში იყო გადახვეწილი და ერთი წელი სწორედ სიხსვიცკოეში ცხოვრობდა. ამ ტაძარში ღვთისმსახურება ქართულად აღევლინებოდა. აქვე იყო სასაფლაოც, სადაც უკვე დოკუმენტური მასალების საფუძველზე დასტურდება, რომ ბაგრატოვანთა დინასტიის წარმომადგენლები და სხვა ქართველი დიდგვაროვნები, მათ შორის სულხან საბა ორბელიანი და გენერალი პეტრე ბაგრატიონის მამა, იოანე ბაგრატიონი არიან დაკრძალული.